პუტინის მთელი გეგმა უკრაინის ომთან დაკავშირებით დამოკიდებულია იმაზე, რომ რუსულმა არმიამ რაც შეიძლება მეტი ცოცხალი ძალა მოიპოვოს, რათა უკრაინის თავდაცვას შეეწიროს. ეს არის რუსული ხერხი. მაგრამ პუტინის გეგმა საფრთხეშია. რუსეთი სრულად არმიის დაშლის ზღვარზეა. თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დეზერტირება მიმდინარეობს. 50,000 ადამიანი გარბის. მაგრამ ეს სრული ამბავი არ არის. საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ რუსები გარბიან. ისინი ურჩევნიათ პირდაპირ ციხეში წავიდნენ ვიდრე ომში, რადგან მასობრივად დეზერტირებენ, რათა პუტინს აჩვენონ, რომ მისი ომი ყველაზე ნაკლებად სურთ. რუსეთის დეზერტირების მაჩვენებლები შოკის მონგრელი. 2025 წლის სექტემბერში ნოვაია გაზეტამ გაავრცელა ინფორმაცია გაეროს ანგარიშიდან, რომლის მიხედვითაც პუტინის შეჭრის დაწყებიდან 50,000-ზე მეტმა რუსმა ჯარისკაცმა დატოვა არმია. იმ დროს ეს რიცხვი რუსეთის მიერ უკრაინაში გაგზავნილი ჯარების დაახლოებით 10%-ს შეადგენდა. ამ ჯარისკაცებიდან 16,000 დააკავეს და დააპატიმრეს დანაშაულისთვის, მაგრამ 50,000 დეზერტირობა მხოლოდ მინიშნება იყო იმისა, რაც მომავალში უნდა მომხდარიყო. იმავე თვეში United24 მედიამ სხვა მონაცემი გაავრცელა. მედიის ცნობით დეზერტირების რაოდენობა 50,000-ს ბევრად აღემატებოდა. ხოლო 2025 წელს მოსალოდნელი იყო, რომ რუსეთის დაახლოებით 70,000 ჯარისკაცი მიატოვებდა პოზიციებს და ბედს ან უკრაინის დრონებით სავსე ველურ ბუნებაში, ან რუსეთის გულაგებში სწდიდა. კვლევამ, რომელიც რუსეთის 30 მოტორიზებული მსროლელთა ბრიგადას შეეხებოდა, საინტერესო დაყოფა გამოავლინა. გაგრძელულთაგან 73,6% კონტრაქტზე მყოფი ჯარისკაცი იყო, ხოლო 22,1% პატიმრები, რომლებიც კრემლმა ციხიდან გამოიყვანა ფრონტის ხაზზე სამსახურისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პატიმრები ამჯობინებდნენ ისევ იქ დაბრუნების რისკს, საიდანაც მოვიდნენ, ვიდრე უკრაინაში დარჩენას. რაც შეეხება კონტრაქტზე მყოფ ჯარისკაცებს, რუსეთიდან შემოთავაზებული დიდი ანაზღაურებაც კი არ იყო საკმარისი, რომ დაერწმუნებინა ისინი დარჩენილიყვნენ იმ ჯოჯოხეთში, რომელიც უკრაინამ რუსეთს მოუწყო. მაგრამ აქედან რუსეთისთვის საქმე მართლაც სერიოზულდება. ჯერჯერობით მხოლოდ იმ რუს ჯარისკაცებზე ვისაუბრეთ, რომლებიც ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აქტიურად გაიქცნენ. როცა ჩვენს ყურადღებას გავაფართოებთ და ჩავრთავთ იმ რუსებსაც, ვინც დროულად გაიქცა ან სცადა გაქცევა, რიცხვები დივიდან გასაოცარამდე იზრდება. ინტერვიუში Kyiv Post-თან რუსმა აქტივისტმა და დეზერტირმა დანიელ ჩებიკინმა განმარტა მთავარი პრობლემა, რომელსაც პუტინის სახლში და ასევე ბრძოლის ველზეც აწყდება. დეზერტირების ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ შეფასებები დაახლოებით 300,000-დან 800,000 ადამიანამდე მერყეობს. ზოგიერთმა პირმა დეზერტირობა ერთზე მეტჯერაც კი სცადა, მას შემდეგ რაც დააკავეს და სამხედრო სამსახურში დააბრუნეს, რაც სტატისტიკას ართულებს ამ ხელს ჩებიკინი. გაიხსენეთ ეს პატარა ფაქტი რუსი დეზერტირების შესახებ, რომლებსაც ისევ ფრონტზე აბრუნებენ. მალე ამ საკითხს ისევ დაუბრუნდებით. ჩუბიკინი მიუთითებს, რომ დეზერტირების უმეტესობა ორ კატეგორიაში ერთ-ერთში ხდება. ზოგიერთი მათგანი კონტრაქტის ჯარისკაცი და მოხალისეა, რომლებმაც კრემლის პროპაგანდას დაუჯერეს უკრაინის შესახებ, მაგრამ აზრიშრი შეიცვალეს მას შემდეგ, რაც რეალურად მოხვდნენ ამ ქვეყანაში. სხვები კი საკონტრაქტო ჯარისკაცები არიან, ახალგაზრდა სამხედროები, რომლებიც არასდროს უნდა აღმოჩენილიყვნენ უკრაინაში, მაგრამ მაინც გაგზავნეს იქ, რუსეთის მიერ შექმნილი ფარული მობილიზაციის სისტემის ფარგლებში. ფინანსური სტიმულები, რომლებიც ადრე რუსული რეკრუტირების მთავარი მამოძრავებელი იყო, ახლა აღარ არის ისეთი ძლიერი, როგორც ადრე. რუსეთში რამდენიმე წლის ძლიერი ინფლაციის გამო მასიური ხელმოწერის ბონუსების ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა. რუსს აღარ აქვს მიზეზი, რომ პუტინისთვის იბრძოლოს. და იმისთვის, რომ თავი დააღწიონ ბრძოლას, რომელიც არ სურთ, ბევრი ახლა ამჯობინებს ციხეში ყოფნას, ვიდრე ფრონტზე გაგზავნას. ჩუბიკინი პარალელებს ავლებს იმას შორის, რასაც ახლა ვხედავთ და რუსეთის დეზერტირობის მდგომარეობას პირველი მსოფლიო ომის დროს. ჩემი აზრით, უფრო ახლო ისტორიული პარალელი პირველი მსოფლიო ომია. როცა ეს კონფლიქტი გაგრძელდა, სულ უფრო მეტმა რუსმა ჯარისკაცმა დაასკვნა, რომ ისინი იღუპებოდნენ მიზნებისთვის, რომლებიც მათ ინტერესებთან ცოტა კავშირში იყო. მთელი დანაყოფები დეზერტირდნენ. ბოლოს თავად სამხედრო სტრუქტურა დაიწყო დაშლა და სამხედროების დაშლამ ხელი შეუწყო 1917 წლის რევოლუციურ მოვლენებს, უყვება ჩუბიკინი Kyiv Post-ს. მარქსის მემორიალური ბიბლიოთეკა ამ მტკიცებას ამყარებს. ის მიუთითებს რუსეთის ივლისის შეტევაზე, როგორც განსაკუთრებით კატასტროფულზე პირველი მსოფლიო ომის დროს. ბიბლიოთეკა სავარაუდოდ გულისხმობს ბრუსილოვის შეტევას, რომელიც 1916 წლის 4 ივნისიდან 10 აგვისტომდე გაგრძელდა. რუსეთმა იმ სამ თვეში 500,000-დან 1 მილიონამდე ადამიანი დაკარგა სიკვდილის, დაჭრის ან ტყვედ ჩავარდნის შედეგად, რის გამოც მორალის დაცემა გამოიწვია და რუსი ჯარისკაცები ან უარს ამბობდნენ ფრონტზე გადასვლაზე, ან მთლიანად ტოვებდნენ თავიანთ ნაწილებს. ეს შემზარავად გავს იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება. პირველი მსოფლიო ომის ამ ერთ შეტევაში რიცხვები შეიძლება უფრო დიდი იყო, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი თითქმის იგივეა. რუსეთი უკრაინაში შეტევაზეა. ის საოცრად ბევრ ჯარისკაცს კარგავს, რადგან პუტინის შეჭრის შემდეგ დაღუპულთა რაოდენობამ უკვე 1,27 ასეულობით 1000 გადააჭარბა და იზრდება. თუ რუსეთი დღეს ცენტრალური ევროპის გაერთიანებულ ძალებს ებრძოლებოდა, როგორც ეს პირველი მსოფლიო ომის დროს იყო, ბევრად უფრო მაღალ რიცხვებს ვიხილავდით. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ბრძოლის მასშტაბი შეიძლება მცირე იყოს, პარალელები მაინც არსებობს.
რუსეთის შეტევები მარტს განიცდის, მორალი მკვეთრად დაეცა და ზუსტად ისე როგორც 1916 წელს დეზერტირები და ომის უარყოფელები იყვნენ. პრესაც 10,000-ობით რუსი ჯარისკაცი გამოსავალს ეძებს. ზოგიერთმა უნიკალური გაქცევის გზა იპოვა. ისინი უკრაინის დრონებით სავსე ჯოჯოხეთს ცვლიან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ციხეებში სასჯელის მოხდით. ეს ინფორმაცია 20 მაისის მედია ზონას ანგარიშიდან გახდა ცნობილი, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთში ბევრი ადამიანი არჩევს სასჯელის მოხდას, ვიდრე პუტინის ომში ბრძოლას. ეს ერთადერთი წინააღმდეგობის ფორმაა, რაც ამ მომავალ ჯარისკაცებს აქვთ რეპრესიული რუსული სისტემის წინააღმდეგ, რომელიც თითქოს სპეციალურადაა შექმნილი, რომ ისინი ფრონტზე სიკვდილისკენ უბიძგოს. ეს სისტემა კრემლის მიერ გაწვეულ ნებისმიერ ჯარისკაცს არმიიდან გამოსვლის მხოლოდ 3 გზას უტოვებს. პირველი, სიკვდილი, ან ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც ბრძოლას შეუძლებელს ხდის. მეორე, 65 წლის შესრულება. და მესამე, სასჯელის მოხდისთვის ციხეში გაგზავნა. პირველი და მეორე ან იშვიათად გამოიყენება, ან პრაქტიკაში შეუძლებელია მათი შესრულება. რუსეთი უკრაინაში აგზავნის ჯარისკაცების რაზმებს, რომლებიც დაავადებულები არიან სხვადასხვა დაავადებებით, მათ შორის ჰეპატიტითა და აივით, სულ მცირე 2025 წლის სექტემბრიდან, როგორც ტელეგრაფი იუწყება. ამიტომ ძნელია დაინახო, როგორ შეიძლება ნებისმიერი სახის დადასტურებული ავადმყოფობა საკმარისი იყოს იმისთვის, რომ რუსული არმიიდან კანონიერად გათავისუფლდე. ამიტომ დეზერტირობის მსურველები მესამე ვარიანტს ირჩევენ. და ისინი საინტერესო გზას ირჩევენ ამისთვის. თავის ანგარიშში მედია ზონა აღნიშნავს, რომ რუსეთში ადვოკატების თავისუფალი გაერთიანება ჩამოყალიბდა. ეს ადვოკატები, რომლებიც როგორც წესი ყოფილი სამხედრო პროკურორები ან გამონძიებლები არიან, ახლა რუსეთის გაქცეული ჯარისკაცების დაცვის ადვოკატებად მუშაობენ. მაგრამ ისინი არ ცდილობენ ჯარისკაცები ციხიდან დაიცვან. ყველაზე ხშირი მოთხოვნები, რომელსაც ეს დამცველები იღებენ, მოდის ჯარისკაცებისგან, რომლებიც აქტიურად სურთ, რომ მათ დეზერტირობაში ან თვითნებურ არყოფნაში დასტონ ბრალი. რატომ? ჯარისკაცებმა იციან, რომ ციხეში ყოფნა ნიშნავს, რუსეთი ვეღარ გამოიძახებს მათ ისევ ომში. ერთმა ადვოკატმა, რომელმაც ანონიმურად ისაუბრა მედია ზონასთან, განმარტა, რომ ეს მხოლოდ ჯარისკაცების დაცვა არ არის, როცა ისინი სასამართლოზე მიდიან. ბევრი რამ არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი, რომელსაც დეზერტირება უნდა, სინამდვილეში ციხეში აღმოჩნდეს და არა უბრალოდ ისევ ფრონტზე დააბრუნა. დეზერტირი ჩვენთან მოდის, ჩვენ მას ვრეგისტრირებთ და მივდივართ კონირულ გამონძიებელთან, რომელსაც ვიცნობთ და რომელსაც საქმეები სჭირდება. გეოგრაფია უზარმაზარია და დანაშაული იქ იძიება, სადაც მთავრდება. ასე რომ შეიძლება ადამიანი ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან სახალინის კუნძულამდე გაქცეულიყო და საქმეს სახალინის გამომძიებელი აწარმოებს. ჩვენ ვეძებთ საგამოძიებო დეპარტამენტებს, რომლებსაც სტატისტიკისთვის სასწრაფოდ სჭირდებათ მაჩვენებლები. მაგალითად, სტრატეგიული სარაკეტო ძალები, სადაც არავის ჩადის დანაშაულს, განმარტავს ადვოკატი. როგორც კი შესაბამისი საგამოძიებო დეპარტამენტი მოიძებნება, შემდეგ საქმე ისაა, რომ დეპარტამენტის კვოტების შესრულების საჭიროება გამოიყენო. ადვოკატი მოითხოვს, რომ დეზერტირი ჯარისკაცი გასამართლდეს სწორედ იმ ადგილას, რომელიც იდენტიფიცირებულია და იმ ადგილას არსებული დეპარტამენტი აქტიურად ეცდება, რომ ჯარისკაცი ფრონტიდან ჩამოიყვანოს, რათა გაზარდოს თავისი დანაშაულებრივი განაჩენების რაოდენობა. ეს უცნაური დეზერტირების ცეკვაა, რომელიც მთელ რუსეთში ტარდება, მაგრამ ზოგჯერ მუშაობს. ტაქტიკა დამოკიდებულია იმაზე, რომ იპოვონ გამონძიებელი, რომელსაც პირადი ინტერესი აქვს საქმეში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამონძიებელი იცნობს გასასამართლებელ ჯარისკაცს, არამედ იმას, რომ ის ცდილობს პირადი სარგებელი მიიღოს. მაღალი საქმის დახურვის მაჩვენებლები ხელფასის მომატებას ან დაწინაურებას იწვევს. აქ ჩვენ ხედავთ კორუფციის საინტერესო ფორმას, სადაც როგორც დეზერტირი, ასევე პროკურორი იღებენ იმას, რაც სურთ. დაცვას ადვოკატები პოულობენ ჯარისკაცებს, რომლებსაც მსჯავრის დადება სურთ, ხოლო პროკურორები, რომლებიც მაჩვენებლების გაზრდას ცდილობენ, სიამოვნებით იღებენ ამ საქმეებს. ჩვენ არ ვიცით, რამდენად კარგად იცის კრემლმა ამ სტრატეგიის შესახებ, მაგრამ ვიცით, რომ რუსეთის სამხედროების სტანდარტული მიდგომაა დეზერტირების ფრონტზე დაბრუნება, რის გამოც ასეთი უნიკალური მიდგომა გახდა საჭირო. როდესაც ეს სტრატეგია არ გამოიყენება, დეზერტირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები ბევრად უფრო იშვიათია, ვიდრე შეიძლება გეგონათ. ზოგ შემთხვევაში საქმე საერთოდ არ იხსნება. ჯარისკაცს უბრალოდ დააკავებენ და თავის ნაწილში დააბრუნებენ. ისინი, ვისაც სასამართლო პროცესი უტარდებათ, ხშირად პირობით სასჯელს იღებენ, რაც ნიშნავს, რომ ისევ ფრონტზე აბრუნებენ. და მიუხედავად დამცველებსა და პროკურორებს შორის უცნაური თანამშრომლობისა, სასამართლო პროცესები მხოლოდ დაახლოებით 20%-ში მთავრდება ჯარისკაცის პატიმრობით. ინსაიდერმა ამას ხაზი გაუსვა 2025 წლის ნოემბერში, როცა აღნიშნა, რომ რუსეთმა 18000 განაჩენი გამოუტანა ჯარისკაცებს, თუმცა რეალურად გაქცეულთა რაოდენობა ბევრად მეტი იყო. როდესაც ადვოკატები წარმატებას აღწევენ, სასჯელი შეიძლება მერყეობდეს 5-დან 15 წლამდე. მაგრამ აქ იწყება საინტერესო ნაწილი. რასაც აქ ხედავთ არის ის, რომ რუსი ჯარისკაცები ერთგვარ სისასტიკეს მეორეთი ცვლიან. მაგრამ სანამ ავხსნით რატო, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ჩვენ გაძლევთ სრულ სურათს, არა მხოლოდ სათაურებს. გამოიწერეთ არხი თუ გსურთ, დარწმუნდეთ, რომ ყოველთვის წინ იქნებით იმაზე, რაც რეალურად ხდება რუსეთში. რუსეთის ციხეები არც ისე კომფორტულია მათი დამნაშავეებისთვის. რეაბილიტაციის პროგრამები პრაქტიკულად არ არსებობს და ციხეებში მყოფებს ისე ანძიმებენ, როგორც სხვა თანამედროვე ქვეყნებში იშვიათად ნახავთ. ციხის მცველების მხრიდან წამება და ძალადობა ჩვეულებრივი მოვლენაა.
უკრაინის ომამდე კიდევაც სკანდალები აგორდა რუსეთის ციხეებში არსებულ პირობებთან დაკავშირებით. მაშინაც კი, როცა ვლადიმერ პუტინი ცდილობს განაცხადოს, რომ ქვეყნის სასჯელ აღსრულების სისტემა მსოფლიოში საუკეთესოა. და ვლადიმერ პუტინი ამას სერიოზულად ამბობს. მას სურს, რომ რუსეთის ციხეები საშინელი ადგილები იყოს და აქტიურად ეწინააღმდეგება რეფორმებს, რომლებიც მათ თანამედროვე სტანდარტებთან დაახლოებდა. 2019 წლის ანგარიში აღმოსავლეთ მწოდნეობის ცენტრმა გამოავლინა, რომ რუსეთის ციხეების უმეტესობა 1970 წლამდე აშენებული, ზოგიერთი კი საერთოდ ცარების ეპოქასაც ეკუთვნის. გადატვირთულობა სერიოზული პრობლემაა, ისევ როგორც ჰიგიენის ნაკლებობა, რაც ბუნებრივად ახლავს ასეთ მოძველებულ ციხის სისტემას. თუ პატიმარს არ აწამებენ, ის მაინც რისკის ქვეშაა, რომ დაავადებებს, according to the previous translation, რომლებიც რუსეთის ციხეებში ფართოდ არის გავრცელებული ემსხვერპლოს. განსაკუთრებით პრობლემას წარმოადგენს შიდსი. ცენტრის მონაცემებით რუსეთის ციხეებში ხუესეთი ყველა სიკვდილის დაახლოებით მესამედი სწორედ ამ დაავადების შედეგად ხდება. აქ მთავარი აზრი მარტივია. უკრაინაში პირობები იმდენად სასტიკია, რომ რუსი ჯარისკაცები შეგნებულად ირჩევენ ამ საშინელ ციხეებს, ვიდრე ფრონტზე გაგზავნას. რატომ? მაშინაც კი ამ ძველ ციხეებში რუს ჯარისკაცს გადარჩენის მეტი შანსი აქვს, ვიდრე უკრაინაში. ამაზე ადრე მინიშნება გავაკეთეთ პირველი მსოფლიო ომის შედარებით, როცა გამოვკვეთეთ, რომ პუტინის ომში რუსული დანაკარგები უკვე 1,370,000 აჭარბებს. ეს რიცხვები მხოლოდ იზრდება და უფრო სწრაფად, მას შემდეგ რაც რუსეთმა დაიწყო თავისი 2026 წლის გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევა. ამ შეტევის პირველი ნახევარმა რუსეთის სამხედრო ძალა მნიშვნელოვნად დაასუსტა. შეტევის დაწყებიდან პირველ 3 დღეში რუსეთმა ეთმა 5,000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. ეს იყო ტენდენციის დასაწყისი, რომელიც გაზაფხულის განმავლობაში გაგრძელდა. მარტსა და აპრილში რუსეთმა გაზაფხულის წარუმატებელი შეტევის შედეგად 25,000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. მაისი მხოლოდ ოდნა უკეთესი იყო, რადგან რუსეთმა დაახლოებით 30,000 ჯარისკაცი დაკარგა, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინს ღია წერილში გაუმხილა. ამ რიცხვების გათვალისწინებით გასაკვირია კი, რომ ამდენი რუსი ჯარისკაცი დეზერტირობს და ცდილობს როგორმე ციხეში მოხვდეს. მაგრამ ყველაფერი კიდევ უფრო უარესია. საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ რუსეთი ასეთ დიდ დანაკარგებს განიცდის. ესეც საკმარისად ცუდია, რადგან რუსეთი დაახლოებით 5 ჯარისკაცს კარგავს თითოეულ უკრაინელზე. სწორედ რუსი ჯარისკაცების ბრძოლის ველზე დაღუპულთა რაოდენობაა ის, და მათ რუსი ჯარისკაცების გაქცევის სურვილი კიდევ უფრო გაამძაფრა. თავის ღია წერილში ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაამხილა, რომ რუსეთის საბრძოლო დანაკარგების 63% დაღუპული ჯარისკაცებია, ხოლო დანარჩენი 27% დაჭრილები. ეს არის წარმოუდგენლად მაღალი დაღუპულთა და დაჭრილთა თანაფარდობა, რაც სრულიად საპირისპიროა იმისა, რასაც თანამედროვე არმიების განველოდებით. ეს ასევე გზავნილია რუსეთის ჯარისკაცებისთვის. უკრაინაში თითქმის 2-ჯერ მეტი შანსი გაქვს, რომ დაიღუპო, ვიდრე ის, რომ დაიჭრა, ქვეყნიდან გახვიდე და სამხედრო სამსახური დაასრულო. გახსოვს ის სამი გზა, რომლითაც რუსული არმიიდან შეიძლება გამოხვიდე, რაც ადრე ვახსენეთ. ერთ-ერთი იყო დადასტურებული დაავადება და ზოგიერთი ტრავმა იმდენად მძიმეა, რომ რუსეთიც კი აღარ შეაწუხებს დაჭრილის ფრონტზე დაბრუნებას. მაგრამ როცა უკრაინაში რუსი ჯარისკაცების მოკლულთა და დაჭრილთა თანაფარდობა მოკლულების სასარგებლოდ იცვლება, დეზერტირობის მსურველს ვეღარც კი სჯერა, რომ ტრავმა სახლში დააბრუნებს. მათ უფრო მეტად მოკლავენ. და ახლა, როცა რუსეთი ფაქტობრივად უსასრულო კონტრაქტებს აწესებს თავის ჯარისკაცებზე, გაქცევის გზები კიდევ უფრო ვიწროა. ამიტომ ჯარისკაცები მესამე ვარიანტს ირჩევენ. სულ მცირე, რუსულ ციხეში, როგორი სასტიკიც არ უნდა იყოს ის ციხე, გადარჩენის შანსი მაინც არსებობს. შეიძლება წამებაში გაგატარონ და განუკურნებელი დაავადებაც შეგეყაროს, მაგრამ არც ერთი ეს შედეგი არ ნიშნავს, რომ მკვდარი ხარ. უკეთესია ბედი გულაგში სცადო, ვიდრე სასიკვდილო ზონებში. ასე დაასკვნეს 1000-ობით რუსმა ჯარისკაცმა, რომლებიც კორუმპირებულ დამცველებს ესაუბრებიან, და 10,000-ობითმა, ვინც უკვე გაქცეულია. ასე რომ რუსეთს დეზერტირობის პრობლემა აქვს. და სწორედ აქ იწყება ფრონტის ხაზზე სიტუაციის რეალური ცვლილება. რუსეთისთვის დეზერტირობა სასოწარკვეთილებას იწვევს. დაპატიმრებული ჯარისკაცები ვეღარ იბრძვიან. და ეს პრობლემაა, როცა რეკრუტირება ძალიან დაბალია. რუსეთი ყველაფერს ცდილობს, რაც კი შეუძლია, რომ ხალხი ჯარში ჩაწეროს, დაწყებული იმით, რომ ჯარისკაცებს აქამდე არ ნახულ ხელფასებს უხდის. ეს გამოავლინა აპრილში United 24 მედიამ, რომელმაც რუსეთის რეკრუტირების პრობლემა გაუსვა ხაზი. 2026 წლის დასაწყისში რუსეთი დღეში დაახლოებით 800 ჯარისკაცს იწვევდა, რაც ბევრად ნაკლებია იმ 1200-ზე, რომელსაც 2025 წლის პირველ კვარტალში იწვევდა. რუსეთი ამტკიცებს, რომ თვეში დაახლოებით 30,000 ჯარისკაცს იწვევს, რაც ვერ ეწევა იმ თვიურ დანაკარგებს, რასაც უკრაინაში ვხედავთ. რუსეთის მასშტაბით ხელმოწერის ბონუსები გაზარდეს, რათა ამ მაჩვენებლების გაზრდა და ადრე ნახსენები ინფლაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადალახვას სცადონ. მაგრამ არც ერთი ეს მეთოდი არ მუშაობს. მოხალისეები აღარ ეწერებიან ისე რეგულარულად, როგორც ადრე, და ეს კიდევ უფრო ანძაფრებს დეზერტირობის პრობლემას, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალებს აზანზარებს. თუ ცივი მყარი ვერ იძლევა პასუხებს, მაშინ რუსეთმა სხვა გზები უნდა მოძებნოს, რომ ხალხი თავის არმიაში მიიზიდოს. მეთოდები სულ უფრო სასოწარკვეთილი ხდება. უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთი აძლიერებს მობილიზაციის ზეწოლას, რათა თავისი დანაკარგები აანაზღაუროს, იუწყება ჯეიმსთაუნის ფონდი.
ეს ყველაზე მეტად ჩანს ლუგანსკსა და დონეცკში, სადაც სტუდენტებს, რომლებსაც ადრე მობილიზაციის გადავადება ჰქონდათ, ახლა ეს გადავადებები უგადავადებები უქმდებათ. ზოგიერთ რეგიონში სამხედრო აღრიცხვა სავალდებულო ხდება, ხოლო რეიდებისა და სასჯელების კომბინაცია გამოიყენება, რათა საბრძოლო ასაკის უკრაინელები რუსულ არმიაში ძალით ჩაიყვანონ. კარგი გეგმაა პუტინო. ძალით ჩაიყვანო უკრაინელები, რომლებიც შენგძულან, საბრძოლველად. აბსოლუტურად არ არსებობს შანსი, რომ ამ სტრატეგიამ რუსულ რიგებში ქაოსი გამოიწვიოს. სტუდენტებზე რომ თქვათ, პუტინს სურს, რაც შეიძლება მეტი მათგანი რუსული უნივერსიტეტებიდან გაიწვიოს. ავსტრალიის ABC News იუწყება, რომ უკვე ჩნდება აკადემიური პერსონალისა და სამხედრო პირების ფარული ჩანაწერები, რომლებიც სტუდენტების გაწვევას ცდილობენ და რომ რუსეთის ბევრ საგანმანათლებელ დაწესებულებას ახლა აქვს საიდუმლო გაწვევის კოდები, რომლებიც ახალგაზრდებს რუსულ არმიაში ძალით შეყვანას ემსახურება. ზოგ შემთხვევაში ჩანს, რომ უნივერსიტეტები სტუდენტებს გარანტირებულ დიპლომებსაც კი სთავაზობენ, როგორც ჯილდოს. ჩაეწერე სამხედრო სამსახურში და დაბრუნებისას დიპლომი დაგხვდება. უпростоრად, თუ დაბრუნდები. როგორც ჩანს, კრემლს აქვს კვოტა, რომ მამაკაცი სტუდენტების 2% გაიწვიონ, ხოლო ვინც ჩაეწერება, მათ სწავლის საფასურს გაუნულებენ და ცუდ ნიშნებსაც ამოაშლიან ჩანაწერებიდან. და თუ სტუდენტებზე ორიენტირებული სტრატეგია არ იმუშავებს, რუსეთს აქვს სხვა სასოწარკვეთილი გზებიც, რომ დეზერტირების პრობლემის ანაზღაურება შეძლოს. აპრილში რადიო თავისუფლება რადიო ლიბერტიმ გამოავლინა, რომ რუსეთი ქუჩიდან თვრალ მამაკაცებს აგროვებს და მათ სამხედრო სამსახურში აწერინებს ხელს, მაშინ როცა ისინი თანთახმობის მიცემის მდგომარეობაში არ არიან. რუსეთში არარისმით გატარებული ღამე ახლა შეიძლება იმით დასრულდეს, რომ გამოფხიზლდები გაწვევის ოფისში საშინელი თავის ტკივილით და ხელმოწერით კონტრაქტზე, რომლის ხელმოწერაც საერთოდ არ გახსოვს. თუ ეს არ მუშაობს, კრემლი ასევე უფრო შორსაც ეძებს ადამიანურ რესურსს, რომლებსაც სასაკლაოზე გაგზავნის. ატლანტიკური საბჭო იუწყება, რომ რუსეთის გეგმაშია მინიმუმ 18500 უცხოელი მხოელი მებრძოლის გაწვევა ქვეყნის სამხედრო ძალებში, უკრაინის დაზვერვის ოფიციალური პირების მიხედვით. ისინი დაემატებიან იმ 27000 უცხოელ მოქალაქეს 120-ზე მეტი ქვეყნიდან, რომლებმაც უკვე იბრძოლეს ომში მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა. ეს არის სასოწარკვეთა, რომელიც რეკრუტირების სტრატეგიად არის შენიღბული. პუტინი ანადგურებს რუსეთის მომავალ თაობას, რადგან ცდილობს თავისი რიცხვები უცხოელი მებრძოლებლებითა და მთვრალებით შეავსოს. მაგრამ ეს არაფერს აჩერებს დეზერტირობებს. თუ რამეა, ეს პრობლემა მხოლოდ გაუარესდება რუსეთისთვის. სტუდენტი, რომელიც მხოლოდ იმისთვის გაიწვიეს ომში, რომ უნივერსიტეტმა კვოტა შეასრულოს, არ მოისურვებს უკრაინაში დარჩენას. არც მთვრალი, რომელმაც არც კი იცოდა, რომ იწერდა თავს, და არც უცხოელი მებრძოლი, რომელსაც რუსეთმა მოათხოვა უკრაინაში ჩასაყვანად, არ დარჩებიან იქ. მორალი კიდევ უფრო დაეცემა. კიდევ 1000-ობით რუსი ჯარისკაცი თავის დაღწევის გზებს მოძებნის. გვაქვს ეჭვი, რომ რუსეთის ციხის სისტემაში მალე გამოჩნდება ახალი დეზერტირების ნაკადი, რომლებიც მოახერხებენ სისტემის მოტყუებას, რათა ფრონტის ხაზზე გატარებული დრო გაცვალონ ციხის საკანში გატარებულ წლებზე. რაც შეეხება მათ, ვისაც ასე არ გაუმართლებს, ისინი გაქცევას გააგრძელებენ. და როცა რუსეთი უკვე განიცდის 2026 წელს, რომელიც სრულიად დამანგრეველი აღმოჩნდა პუტინის ამბიციებისთვის უკრაინაში, ის ქაოსი, რომელსაც კიდევ უფრო მეტი დეზერტირება გამოიწვევს, შეიძლება რუსული არმიისთვის დამღუპელი აღმოჩნდეს. პუტინი აშკარად კარგავს თავის ხალხს, მათ აღარ აქვთ სურვილი მისთვის იბრძოლონ, რაც პრობლემაა მისი ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის. მაგრამ როცა რუსეთის ლიდერი ყურადღებას უკრაინაზე ამახვილებს, ის თავის ქვეყანაში რუსეთის შორეულ აღმოსავლეთს მოსახლეობის პრობლემა აქვს და ეს იწვევს იმას, რომ როგორც ჩინეთი, ისე ჩრდილოეთ კორეა ზრდიან თავიანთ გავლენას ქვეყანაში. როდესაც ჯარისკაცები იღუპებიან და დასავლეთში დეზერტირები ხდებიან, რუსეთი საკუთარ აღმოსავლეთში გავლენას კარგავს. გაიგეთ მეტი ჩვენს ვიდეოში და არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ ნახოთ მეტი ანალიზი რუსეთის სამხედრო ძალის დაშლის შესახებ, რაზეც მთავარი მედია არ საუბრობს. მადლობა ყურებისთვის.